ესე იგი, ყოველგვარი რძის პროდუქტების გარეშე, აი ეს არის უგემრიელესი ვაშლის პეროგი. 4 ინგრედიენტით კეთდება ძირითადი. აი შეხედეთ, რამდენი ვაშლი ჩავაყარე, რა გამოვიდა ბოლოს ერთად ვნახოთ. ეხლა დავიწყოთ. გავთქვით კარაქი და შაქარი ერთად. რაოდენობას რა თქმა უნდა დაგიწერთ. კარაქი და შაქარი ძალიან კარგად გავთქვით. აი ესე ნახე როგორც კრემი, აი ესეთი გახდება კარაქი. მერე ცალცალობით დავუმატოთ კვერცხი მეგობრებო. აქ ხა ეს გიგანტურ რაოდენობას ნუ შეხედავთ, მე 2 პორციას ვაკეთებ, რადგან მაღაზიაში ჯვარი მწერია და ძალიან კარგად იყიდება. ძალიან მოსწონთ ეს ჩემი ვაშლის პეროგი, შარლოტკა. მერე ჩავაცრათ ფქვილი და გამოფხვიერებელი ერთად მეგობრებო. ურათ არაფერი, კვერცხი, კარაქი, შაქარი გავთქვიფეთ და მერე ჩავამატეთ ფქვილი და გამოფხვიერებელი. მორჩა, ეს არის ჩვენი ინგრედიენტები, ნუ მარილი თავისთავად, ეხა არ ვთვლი მაგას. გადაურიოთ კარგად მეგობრებო. აი ესე კოხტად და ლამაზად გადაურიოთ. მე აი ეს ვანილიც მოვაყარეთ, ჩემი გაკეთებული ვანილი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული გემოვნება, თქვენ გემოვნებაზე თუ კიდე ვანილიც გავუკეთეთ და მე აი ესე ძალიან დიდი რაოდენობით ვაშლი ჩავაჭერი, ანუ აქ სადღაც 4 კილო ვაშლი მქონდა თუ არ ვცდები. ესე თვალი ზომით ესე ორად გავყავი, იმიტომ რომ 2 ჟარონა უნდა გავაკეთო. აი ესე გადავასწორე ჩემო მეგობრებო. ეხლა მე უკვე ზევიდან ეს მე მაქვს რაღაცები გაყინული, ალუბალი, მოცხარი, შავი, წითელი, მალინა, რავი, ყველაფერი ესენი გაყინული მაქვს. და მაგიტომაც მშვენივრად აგერ ვალაგებ, მაგრამ თუ არა გაქვთ ესენი, მე ამის გარეშეც ვაკეთებ და ძალიან გემრიელია. ეხლა ეს უბრალოდ ხო იცით, თვალი ჭამს და თვალის სვავსო ნათქვამი როა, ამასაც რო უყურებენ, რომ ეს ზევიდან ეს მალინებიც აქვს, მე ხა ნუშის ფანტელი არ მქონდა, თორე ნუშის ფანტელი ძალიან უხდება. აი ესე უკვე გამზადებს ეს ზევიდან ეს მეორე ჯარუნაც ბარემ გავამზადე 180 გრადუსზე მეგობრებო 35-40 წუთი მშრალ ჭხირამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში რა თქმა უნდა შევდგათ ეს ჩვენი ჟარონა და ჭხირს რო ჩაარჭობთ და მშრალი რო იქნება უკვე всё სად არის ჩვენი აი ნახეთ საბოლოოდ რა გამოვიდა მოაყარეთ ზევიდან ცოტა შაქრის პუდრა და ეგ არის გემრიელად მირთვით